მოგესალმებით. ეთერშია საკრებულოს ამბები. წელს გვაქვს პირველი გადაცემა და ამიტომ გილოცავთ შობას ახალ წელს ყველაფერს. და რავი, კაი, წელი ქონოდეს მინიმუმ წინა წელზე უკეთესი თბილისელებსაც და არა მარტო თბილისელებსაც, მოკლედ საქართველოს მასშტაბში. ნუ დღეს თბილისის საკრებულოზე ვიქნებით კონცენტრირებული და მაგიტომ ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი დავითი ფანჯაკიძე, რომელიც ჩვენი საკრებულოს წევრია და თქვენთვის უკვე ცნობილი ადამიანი არის და რავი, დავიწყოთ მოკლედ როგორ დავიწყეთ წელი თბილისის, ასე ვთქვათ, საკრებულო პირველი სხდომაც ჰქონდა აგერ 9-ში. ბიუჯეტის დააკორექტირეს უკვე ჯერ წელი არ დაწყებულა და ბიუჯეტი უკვე დააკორექტირეს. აი ამ განხილვაზე ხო შეგიძლიათ ერთი ორი სიტყვით მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. მეც გიერთები მოლოცებში და მიულოცავ ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, ახალ წელს, შობას, მრავალს დაესწარეთ ხალხო, ბევრი სასიკეთო ცვლილების მომტანი ყოფილიყოს ახალი 2026 წელი. დაიწყო ეს წელი და ნუ ჩვენ საკრებულომ უფრო ადრე გამოვხიზლდით, ადრე შევიკრიბეთ, 9-ში ქონდა სხდომა, ძირითადად ეს იყო რაღაც ფორმალური ნაწილი. დავამტკიცეთ უბრალოდ იქ სალდირებული თანხის გადანაწილება, მათ შორის სკოლებთან დაკავშირებული მუხლები იყო. 12 მილიონი ლარით გაიზარდა სკოლების, უბრალოდ აქ საუბარი არის რემონტზე რა. ხო, საინტერესო რაღაცა მე არ ვიცოდი ეს და აღმოჩნდა რომ სკოლების თბილისში სკოლები როგორც ასეთი ისინი ეკუთვნიან, როგორც აქტივის ეკუთვნის განათლების სამინისტროს, მაგრამ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მათი ასე ვთქვათ შეკეთება, მიმდინარე რემონტი თუ რაღაცა, ეს დავალებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს და მიუხედავად იმისა, რომ აქტივის მესაკუთრების განათლების სამინისტრო, სხვა სტრუქტურული ერთეული თბილისში მათი ასე ვთქვათ ექსპლუატაციისთვის მომზადება და რემონტი დაევალა თბილისის მუნიციპალიტეტს. და ნუ მოხდა აი რაღაც სალდირებული თანხა რაც იყო 2025 წლის იმის გადანაწილება და გაზრდა ამ სკოლების ნაწილში. ხო, რაღაც საინტერესო რამე გამოდის, განათლების სამინისტრო პასუხისმგებელია შინაარსობრივ ნაწილზე განათლების, ხოლო ის რომ თბილად იჯნენ ბავშვები, ამაზე პასუხისმგებელი არის თბილისის მერია რა. ხო, არა, ნუ ალბათ ექსპლუატაციის ხარჯები მაინც განათლების სამინისტროსია, აქ ლაპარაკი არ რემონტზე და ნუ მე დავსვიკიდავთ ეს კითხვა, მაინტერესებდა ამის შინაარსი და ნუ ალბათ ის არის რომ ბევრად ოპერატიულად იმოქმედებს მუნიციპალიტეტი ვიდრე განათლების სამინისტრო, მით უმეტეს რომ განათლების სამინისტრო შეიძლება არ ქონდეს კიდევაც შიდა სტრუქტურული ერთეულები, რომელიც ტენდერი უნდა გამოაცხადოს ხო რემონტისთვის ისა ეს და ხა თბილისის მერიისთვის ეს ასე ვთქვათ გავლილი ამბავია და ამისთვის ინფრასტრუქტურა ამის მოწყობილი აქვს. რა ეს არის მათ მთელი ხო, ანუ ჩავანი ამ ამბის. ხალხს რო ვაცნობოთ 17 მილიონი 199,000 ლარით გაზარდეს და ბიუჯეტი ქალაქის და გახდა 2 მილიარდ 210 მილიონი დაახლოებით. უბრალოდ აი მეც ვესწრებოდი შენს რომ უკვე რა მასშტაბში განიხილებოდა ეს აი რა უცებ განიხილეს და რა უცებ მორჩნენ აი 17 მილიონი რამალე გავანაწილეთ. აი რამალე განაწილეს არ დადგენილებაში ხა უბრალოდ აღარ ჩამოთვლა ძალიან ბევრი რამე ორი დანის რაიონის გამგეობას ესდება ბიუჯეტი ცოტათი საბურთალოს იქ რაღაც გზების ანუ ბევრი რამეა ჩამოთვლილი მოკლედ რა ესეც სასაუბრო ყოფილიყო იდეაში. ზოგადად ეს თემა რომელიც მე მაწუხებს და ეს კომისიებზეც გაჟღერებული მაგ და საკრებულოს ამაზეც რა რაღაცა ნაწილში მე თვითონ ეს სტრუქტურა არ მომწონს რაღაც მათ შორის პროცედურული ნაწილი რომელიც რაღაც ძალიან ფორმალურია რა და აი მართლა ამ საკრებულოს წევრები 50 კაცი ვზივარ და ნუ ამ 50 კაციდან შეიძლება 58 შინაარსობრივადაც კი გონზე არ არის რას აკეთებს და რას ვადასტურებთ იმ საკრებულოს სხდომაზე რა და აი ეს ძალიან ფორმალურად მოდის ეს პროცედურა და ამიტომ ვფიქრობ რომ რაღაცნაირად უნდა შევქმნათ სხვა სისტემა, ბევრად ეფექტიანი სისტემა, რომ ჩვენ მართლა ისეთ საკითხებზე დავკავოთ, სადაც მსჯელობა იქნება, აზრის გამოთქმა იქნება, მართლაცულება თუ რაღაცას ინიცირება მოხდება, ის გათვალისწინებული იქნას და არა ის რომ რაღაც შემოვიდა და ჩაქვჭი დავარტყით რომ აუცილებლად ხელ და გაკეთდა და ამაში რა ვიცი მონაწილეობას ღებულობს ხალხი, ჩვენ შეიძლება არ უჭედეთ ხარ და თავს ვიკავდეთ, მაგრამ რა ვიცი 55 კაცი იქ რა ვიცი სულ ხო ეთანხმება და რაღაცაზე ხელს აწერს ხო და იმ შინაარსში
აბსოლუტურ უმრავლესობას შესულიც კი არა ხდება. ძალიან ფორმალისტურია ეს და ეს არ მომწონს რა და მინდა რომ რაღაცნაირად ეს როგორც თქვი უკვე კომისიებზეც გავაჟღერე, რომ ამაზე მე მათ შორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად წავიმუშავებ მაგ თემაზე, როგორ შეგვიძლია ჩვენ შევხვდათ რაღაცა ზღვრები, ლიმიტები, რომლის ქვემოთაც მუნიციპალიტეტი ამ ხელა სტრუქტურა არის მერია, ქალაქ თბილისის მერია, რომელსაც თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და საერთოდ არ არის საჭირო ჩვენ რაღაც ბეჭედი უსვათ იმ გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი საკრებულოს წევრი როცა ეს დავსვი მან თქვა რომ რას ლაპარაკობ ჩვენ აბა ქრისტეს ვართო და რაღაცნაირად გამიშთა კიდევ სურვილი რომ რა ვიცი მაშინ მიდი და შენ გადაწყვეტე მოგცემ დელეგირებას მოგცემ და ამ 50 კაცს მოგცემ მინდობილობაზე მოდი შენ იყილეთ ძალიან გულით გინდა ანუ დარწმუნებული ვარ რომ ის ადამიანი გაცილებით მეც ვკითხულობ მე იქ ვიდრე ის ადამიანი რომელიც ესეთი რემარკა გააკეთა ამ ჩემ შენიშვნაზე რა ამიტომ ხო და რაღაცნაირად მე როგორც ზოგადად პასუხისმგებელი ადამიანი ხო რაღაც რომ შენ სახელზე მოდის დოკუმენტი და რომელსაც რა ვიცი გევალება კომისიაში უნდა ჩახედო განიხედო და ხვდები რომ ამას რომ მიყვე და მართლა ესე ჩავხვიდე ნუ ისეთი თემები შემოდის იქ რა ვიცი მე რატომ დავხარჯო იმაზე დრო არა და ის იდეაში ამდენ საკითხს ვეღარ განიხილავ უბრალოდ კაი დროში გაიჭედებია კი და მე აი ეს ხმის მიცემის პროცედურაც აი რაღაც აი ძალიან ბუკვაედური რაღაც ისეთი აი უშინაარსო და აი საერთოდ არ მომწონს ეგ და როცა რა ვიცი მე ვფიქრობ რომ თბილისის საკრებულოში თბილისის მაცხოვრებლების 50 რჩეული ადამიანი ბევრად მნიშვნელოვან რაღაცებზე უნდა მსჯელობდეს, კამათობდეს და მართლა რაღაც ღირებულ გადაწყვეტილებებს იღებდეს, ვიდრე მუნიციპალიტეტის რაღაც რუტინული საქმის, ასე ვთქვათ, დამოწმება თუ დამტკიცება. არა, ხო და თან პრობლემა იმაშია, რომ ერთი ხმის მიცემა სიტყვაზე მთავარ სხდომაზე რომ გამოდის, ეგ კი ხდება კამერებში და რაღაც იდარბაში, მაგრამ აი თვითონ კომისიებზეც კი, სადაც აი ის ხალხი პასუხობს, რომ აქ იმიტომ არ განვიხილეთ, რომ იმჯელეთ კომისიაზეო, მაგას გეუბნებიან და არა კომისიაზე მე დავდივარ და ანუ კომისიაზე ვერცი გატყობდით ჯელობას. ხო, ანუ ვერცი იქაც მაგ ფორმატშია, რომ აი მერის წარმომადგენელი მოდის და ესე აი ლექსივით ჩაიკითხავს, რომ 12 მილიონი ლარი ეზრდება სკოლების დაფინანსებას 2 მილიონი 757,000 ლარი თბილისის სიტყვაზე ინფრასტრუქტურის სამუშაოები დანის რაიონში და всё. ანუ ეს ჩაარიხნებს. მაგას ვიძახი. ამის უკან იქ ნამუშევარია, ხო? იქ გამგეობებთან ნამუშევარია, ხო? ის ბატონი გაიოზი რომ მობრძანდება ჩვენთან, აშკარად ის კაცი კომპეტენტურია და რაღაც ნებისმიერ კითხვას ესეთ ჩაშლილ პასუხს სცემს რა და გასაგები რომ იმას ნამუშევარი აქვს ვიღაცა ხვდა. აი ეს ნამუშევარი აი ჩვენთან რა ვიცი მასწავლებელთან მოდიხარ იმ გამოსის ჩასაბარებლად რა ნუ ეგ რა შუაშია ხო პრეზენტაციისთვის თან გამოსის ჩასაბარებლად შენ არ გაქვს საშუალება რომ ის რაღაც ციფრს გეტყვის და გეტყვის რომ ეს გჭირდება უშე ვერ ხვდები ანუ ამდენი ჭირდებათ ორჯერ ნაკლები ჭირდებათ ორჯერ მეტი უნდა მაგას გეუბნები ან უნდა ჩაყვე იმაში და აი ხა მაგალითად შენ რო თქვი 17 მილიონი ხო 17 მილიონი ესე რო შეხედო ხო პატარა თანხა არ არის რა მეორეს კუთხით რო შეხედო რა ვიცი იქით 2 მილიარდია რა და შენ შეიძლება რაღაც ჯგუფებზე დაჯგუფ ამ გადანაწილების პროპორციებზე შეთანხმდე იმისჯელო რომ მოდი ამაში დავხარჯოთ ამდენი ხალხო ტრანსპორტში ამდენი იმაში ამდენი ინფრასტრუქტურაში ამდენი და დანარჩენი მე მუნიციპალიტეტის მე მიდი ახლა შენ და ამ ჩარჩოებში იმუშავე რა და იმის შიგნით ის ბიუროკრატია თავის რუტინას გააკეთებს რა და აღარ ჭირდები შენ ამის გაპრავება შენ აღარ ჭირდება იტყვი რომ всё ესე დახარჯეთ რა ამის იქით არ ახლა წეს შეთავაზებ რომ ამ წესით ხარჯეთ და всё ამ წესით ხარჯეთ და მე ამას გავაკონტროლებ ორი აზრი არ არის რა ეს შემილია გავაკონტროლე აზრი აქვს მაშინ მაგას და ეხლა იქ რაღაც 10 კაცმა იმუშავა. ხო, შენ იმ დროს რომ გავდიოდი, ჩვენ რამდენი დასკვნა არის თანდართული რაღაც დოკუმენტს, ხო? წინადადება რომ შემოდის საკრებულოში, შემოდის 15 იმის სტრუქტურული ერთეულის დასკვნა. და პლუს სამხარაულის ზევი და ხო, გარეშე ორგანიზაციების დასკვნების და იქ ეხლა რა ვიცი, რა უნდა გავაკეთო? რა უნდა გავაკეთო მე? რა ვიცი, ხელი ნაუწიო? თუ რა უნდა ვქნა? ამიტომ ეს არის ფორმალიზმი რაღაცნაირად მე ყოველ შემთხვევაში შევეცდები დავიწყებ აი ქონების მართვიდან, ქონდა ჩვენ გიორგისთან საუბარი, ვინც ასე ვთქვათ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ამას გავილით ამ ლიმიტების თემაზე რაღაცებს დავაწყებ. მაგრამ თვითონაც არ სიამოვნებს გონი რასაც უყურებ, ანუ საერთოდ არ უნდა და იქ ყოფნა რაღაცა. პირიქით მე კვადრატულმეტრზე მოსული კაცია. ხო და მე პირიქით კაცო მინდა რომ იმას სხვა რაღაცა შევთავაზო, ეს სტიმულები მოვიფიქროთ, რომ უფრო მეტად გაყიდონ, უფრო მეტად გააქირავონ და რაღაცა мотиваცია რომ ეს ანუ მარტო ეს კი არ იყოს სტრუქტურა, იმით კი არ იყოს დაკავებული, ვის რა უნდა ისაკეთოს, თვითონ იყოს კაცო დაინტერესებული, ესეთი აქტივები ნახოს და გააქირავოს, ან გაყიდოს.
და რა ვიცი, ამაში სტიმულები ჩაუდოთ იმ ხალხს, რა ხელფასის გარდა ბონუსები ჩაუდოთ, ის სამხაროების დასკვნაზე ძვირად თუ გაყიდის ბონუსი მივცეთ და ასეთი რაღაცებით დავხუძილოთ, რომ ეს სისტემა რაღაც ისე მუშაობდეს რუტინულად და მოგებიანად. კი და თან აი პირველ სლომაზეც ეს ნიშანდობლივი იყო, რომ ეს სიტყვას რო ითხოვდა ეს ხალხი რა. ანუ თბილისის საკრებულოს წევრი ხარ, რაღაც ქალაქის ბიუჯეტის ცვლილება არის და აქ რაღაც იმაში რა ქვია, ვენესუელაში იმის აი ყველა თემაზე ლაპარაკობენ განცხადებას აკეთებენ. ხო, გესმის შენ რა იქ რაღაც. ხო, მაგრამ ის ასაცია ხვდები, რომ აი ეს ახალგაზრდა წევრები რო ყავთ რა, პრემიერ-მინისტრს რო გამოეხმაურან ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, საერთოდ რა შუაშია. ანუ მისი კომპეტენცია ეს ხო არ არის. ანუ არც უფლებამოსილება აქვს მაგის. არა, მე ეს ზურამ აბაშიძე როცა გიორგიმ გააკეთა მაგაზე რემარკა, ზურამ თქვა რომ აქაცო პოლიტიკური განცხადება მოსულაო და არა აქ თემაც მოსულა ერთია მოსულა მეორეა უკვე ხვდები ეხლა ჩვენ უკვე ვაკვირდებით ამას რამდენიმე ხანი ხვდები ვის რა დავალება აქ ანუ არიან კონკრეტულად ადამიანები საკრებულოში რომელსაც იციან რომ ეს უნდა თან ეს უნდა აქონ ანუ აქონ განცხადება ამაზე უნდა გააკეთონ ის და ან ვიღაცის განცხადებაზე აუცილებლად ამა უნდა დააკომენტაროს ხო იქ ეს ლელოს წევრები რო აკეთებენ ხოლმე რაღაც განცხადებას რომ სკოლაში ბავშვებს ვაჭამოთ და რაღაც ეგეთი იქ უკვე ვიღაცა აუცილებლად ვიცით ვინ უპასუხებს ამაზე ხო არა ცოტა მე მეცინება ხოლმე რა აი რაღაც დიდი ანუ არ გამეცინებოდა რომ ვიცოდე რომ ამას მართლა მოეწონა კაცო ეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და ვეღარ მოიტმინა და უნდა რომ აღფრთოვანდა და ამოხეთქა რა კიდე ხელს ავიღებდი მაგრამ ძალიან სასაცილოა თან აი იმ მერის სიტყვაზე სტრუქტურული ერთეულები რომ ნახოთ რაც მათ შორის იმ დოკუმენტის მუშაობებშია ჩართული რა აი პროსე უბრალოდ მაქვს ხელფასები და საშტატო ნუსხა რა ესეთი კულტურის განათლების სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ნუ სამინისტროს ქალაქის ვარიანტია რა ანუ სამინისტრო ქალაქის მასშტაბში ან თუნდაც ის ქონების, ანუ ყავთ მაგალითად უფროსი იღებს 800 ლარს, ყავს მოადგილე, უფროსი, უმცროსი სპეციალისტი და ანუ აი ჯამში რომ დააჯამოთ რა, აი დეპარტამენტის უფროსებს აქვს მაგალითად 4000 ლარი ხელფასი და ასე შემდეგ რა. ამ ხალხის გაწეული სამუშაო არის ის დოკუმენტები რა ჩვენთან მოდის რა და ანუ ამხელა ფულს უხდით ამ ხალხს, აი ამხელა ფულს, აი რომ იმას ხნა, აი მაგალითად კულტურის პროგრამის ხელმძღვანელს 4000 ლარს უხდით და ასე შემდეგ. ანუ გააჩნია რა მიმართულებით მოდის ჩვენთან დოკუმენტი, ყველას ცოტ-ცოტ არის ნამუშევარი, იგივე იქნება ეს მუნიციპალური ინსპექციის სამსახური თუ ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ მათი სამსახური უფასურდება რა. რაში იღებენ ფულს თუ ისევ ჩვენ უნდა ანუ 2 კვადრატულ მეტრზეც თუ შენ უნდა იმსჯელო საკრებულოში რა. ეს ხალხი რაზე იხდის ფულს და ეს თანხა არის შეიძლება ფიქსირებული აქვს რა ანუ როგორც არ უნდა იმუშაოს ამ თანამდებობის პირმა მაგალითად კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა წარმომადგენელმა მაინც 8000 ლარს აიღებს მიუხედავად იმისა ხა იმან სიტყვაზე ქონება გაყიდა არ გაყიდა რაღაც სულად გააკეთა კარგად გააკეთა იგივე არის ზუსტად ქონების მართვაზე შეიძლება თქვი რა ხო და არ ვიცი ნახოთ რამდენად ეს შეიცვლება უბრალოდ ამ საშტატო ერთეულებს რო გადავხედე ბევრი ისეთია რა ანუ ბიუროკრატია რა ნუ ახლა ეს ბიუროკრატიის ზოგადად ბიუროკრატია ესე მუშაობს არაფრით ის განსხვავებული არ არის სხვა სამინისტროების განმარტება ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის განყოფილებას ყავს ისი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება არის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში. ესეთი საქალაქო სამსახური არის ეკონომიკას განვითარებენ თბილისის. ერთადერთი სამსახური, ერთადერთი კაცი ჭირდება მაგ დარგში ბიზნესს რა, მუნიციპალიტეტში, რომ აი ხელი არ შეუშვა, აკონტროლოს, რომ ბიუროკრატიამ ხელი არ შეუშალოს ბიზნესს. არანაირი ხარდაჭერა ბიზნესს არ ჭირდება. ხელი არ შეუშალოს. აი ეს იქნება ხარდაჭერა. ო, აი კი და ეს განვითარების სამსახური ხო არის ყავს ღური უფროსი სპეციალისტი უმცროსი სპეციალისტი ყავს ანალიტიკური განყოფილება ინვესტიციების მოზიდვის და ხელშეწყობის განყოფილება რომელსაც თავთავისი უფროსი და უმცროსი სპეციალისტები ყავთ და ანუ ესე და ესე რა და აი უბრალოდ ხანდახან შეხედავ გაგეცინება რა. ჯო არ არის სადაც აი ხოლმე სერიოზულად ვიძახეთ, მართლა ბიზნეს ხელშეწყობაზე რო იყოს საუბარი, ხო? მაშინ იქ ჭირდება ერთი გენინსპექტორი რა, გენინსპექცია ჭირდება იქ მერიაში, რომ აკონტროლოს ეს ხალხი, რომ ბიზნეს კეთებას ხელი არ შეუშალო. მეტი აფერად ჭირდება.
ბიუროკრატია უნდა აკონტროლოს, რომ ბიზნეს საქმის კეთებაში ხელი არ შეუშალოს. მეტი არ მხარდაჭერა არ ჭირდება არავის არაფერი. ხო, 1-2 ადამიანი, რომელიც სიტყვაზე შუამავალი იქნება და ბიზნესის პრობლემას მიიტანს, რომ აი აქ სიტყვაზე ბევრი დრო ეხარჯება. დროზე უპასუხე, შემოვიდა პასუხი, დროზე გაეცირა, ერთთვიანი ვადები რაღაც სისულელეზე მიწერწერის, რაღაც მოგივა პასუხი, ერთი თვის მერე გამოიარეკა. შენ ამას მიხედე რა, თუ ხელშეწყობა გინდა. დროზე უპასუხე ადამიანს რაღაც გაკეთება უნდა ქალაქში. ხო, არა, ბიუროკრატია ძალიან ჩახლართული გქონია და დროთა განმავლობაში მეც უფრო მეტ იმას სამსახურს ვაწყდები რა. ეგ ბიუროკრატიის გენეტიკა ეგეთი. ხო, იმაზეც ჯარიმებზე მოდი იმაზეც ვქნათ, აი წერილიც როს გაგზავნე და ხალხს უთხრათ, მოკლედ დაახლოებით 1,766,000 ლარის ჯარიმებს პატიობს 2025 წლის ბოლოს მთავრობამ მიიღო ადმინისტრაციული სახდელების, ასე ვთქვათ, ჩამოწერის ამნისტირება რა, ამნისტია არ არის, იმიტომ სისხლის სამართალი არის რა, მაგრამ ჩამოწერა რა, ამის შესახებ გადაწყვეტილება და უბრალოდ თბილისს დაევალა, რომ თავის იმაში რაც არის, აღასრულოს, აქ საუბარი არის M1 კატეგორიის, ასე ვთქვათ, ტაქსის ღოლების ჯარიმაზე, რომლებსაც აქვთ გამოწელი ჯარიმა ლიცენზიის, ანუ ულიცენზიო ტაქსაობის გამო, ასე ვთქვათ, ან ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო, ან თქო საფასური არ გადაიხადეს დროულად და მოკლედ 1,766,000 ლარის ჯარიმა არის, რომელსაც უნდათ რომ აპატიონ რა, უბრალოდ რა ხდება, რომ ხალხს უთხრა, რომ ეს არის ის ხალხი, რომლებსაც ჯარიმა აქვს დაკისრებული და ჯარიმა არ გადაუხდიათ რა. და იმ ხალხს პატიობენ, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელსაც ჯარიმა დარიცხული აქვს და გადახდილი აქვს რა. და ამაზე ვცდილობთ, რომ ინფორმაცია მოვიპოვოთ, წერილები გავგზავნე და თავს რო ცოტა ისულელებენ ხოლმე რა, ანუ პასუხად მოვიდა ის, რაც ეწერა უკვე იმაში რა. კანონ პროექტში რომ ჩვენ პატიობთ 1,766,000 ლარის გადაუხდელ ჯარიმებს და კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ ამის ზედა რაც არ ვაპატიეთ რა. რაც არ ვაპატიეთ. ხო და ამიტომ დღეს გავგზავნეთ თავიდან ეს წერილები, ველოდებით პასუხს. უბრალოდ ამაზეც მინდა რომ საქართველოში ადრეც იყო პრაქტიკა, რომ კოვიდის ჯარიმები მაგალითად ვინც გადაიხადა იმას არ დაუბრუნეს და ვინც არ გადაიხადა იმას აპატიეს რა და ეს რა წესი არის ზოგადად. ნახოთ, ოღონდ ერთ-ერთ ფილმში არის ხო ის დაშხეს ჯეწესია საქმე და მე საქმეა საქმე. აი რა წესია ხო? ანუ ვინც რა ვიცი დაჯარიმდა და გადაიხადა, მოდი ესე შევაფასოთ კანონმორჩილი მოქალაქე. გადაიხადა და გაიარა. და აქეთ არის კანონის დაუმორჩილებელი მოქალაქე და რაღაც რო ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის კაცო. არა ხო, თბილისის მასშტაბში არ ვიცი, მაგრამ ზოგადად აი იმაზე გამავწო ცოტა შორს წავიდეთ და ტელევიზიებს. ეს რაღაც პერიოდის მე სულ ამინისტრირება ხდება ბიუჯეტში გადაუხდელი თანხის რა და არის ტელევიზიები, რომლებიც იხდიან ჩვეულებრივ შემოსავლოს კონებას იმას ამას და იქით არიან დიდი ტელევიზიები, ბობოლები, რომლებიც არ იხდიან რა ვიცი 25 მილიონი და 10 მილიონები აქვს თვალი რა. და რაღაც პერიოდის მერე სულ გამოდის ამინისტიის აქტი და ეპატიათ ესა რა დააშავა იმან რა ქვია იმ ტელევიზიამ იმ ადამიანმა იმ ტაქსისტმა რა დააშავა რომელმაც რა ვიცი მოვიდა ჯარიმა წავიდა გადაიხადა. ანუ გამოდის რომ ჩვენ ვახალისებთ კანონის არ დამორჩილებას. ანუ ვაღიაროთ რაღაც სულელური კანონი მივიღოთ ბოდიში მოუხადოთ ხოლმე ყველას დავუყო სუთუ პატიობ. ანუ თუ პატიობთ კაგმინე ყველაზე სწორი აქვს ადამიანი რა ვიცი სწორია რომ მართლა არ გამოვიდეს ისეთი მესიჯი რომ რა ვიცი ვინც ეს არის ურჩია მოდი ის უფრო ის არის პრივილეგირებულია რა ვაპატიოთ ურჩს აი ვიღაი რაღაცა იმ გადაიხადა რა აი რა არის ეს რა ან რა სახელმწიფოს ხარ რა გზავნილია ეს ხვალ რო იმ ვინც დღეს გადაიხადა ხვალ რო დააჯერებ რო არ გადაიხადოს რო იქნება მართალი მართალი მე გოიმი ვარ მაგოიმე თუ რა უბედურება ო არის გადაიხადა რითია ის უკეთესი ჩემზე რომელსაც არ ახტევინებ და თუ იმას არ ახტევინებ მე დამიბრუნე კაცო ხო სწორია ხო სწორი გზავნილია მაშინ დამიბრუნე მე ისაც მომენტ არ მეკუთვნოდა ხო გამოდის რომ არც იმას ეკუთვნა არასწორი კანონი მიიღე მე დამშტრაფე გადამახტევინე ვიღაცამ არ გადაიხადა იმას პატიობს და ორი კანონია საერთოდ მოიტანა აუ ეგეთი ამაზე არა მაგრამ მაგალითი მაქვს აი კოვიდის 2000 ლარიანი ჯარიმები რომ იყო რა იმის კარანტინის რა ორი ჩემი მეგობარია ერთს უბრალოდ თავის სახელზე არაფერი არ ქონდა და მე სახელფასი არ იცხებოდა და არ გადაიხადა ჯარიმა ამას ჩამომაწერე ნომერეო
იცოდა, კარგად ვიცოდა შემოდგმას. ხო და თან იცოდა რომ ვერაფერს დაუყადაღებდნენ, რა ფერი არ ქონდა მაგის სახელზე. მეორე ჩემ მეგობარებს მუშაობს რაღაც იმან გადაიხადა ჯარი. აღელვებდა იმიტომ ბანკს ავიყადა. კი, იმიტომ რომ ბანკის ის ქონდა გადასახადი და ხელფასიც ერიცხებოდა და თავის სახელზე ქონდა რაღაცა და რომ 2020 წელი რომ მორჩა, ამას ჩამოაწერა ჯარიმა, ეს დარჩა ესე. აი ეგ არის ძალიან ისეთი ამბავი ხა მე მიკითხენ კი ამ მევიძახი საერთოდ ჯარიმები, მათი მოცულობები და რაღაც ეგ ცალკე თემა არის ზოგადად რა რაზე ვაჯარიმებთ ხალხს, ეგ მეორე თემაა საერთოდ, მაგრამ ეს რო ესეთ სახელმწიფო ესე იქცევა და მე რაღაც მაღალ მატერიებზე მელაპარაკება რა ეს არის უსამართლო. ეს არის უსამართლო ქცევა ადამიანების მიმართ და კიდევ უფრო ის არის ცუდი ამაში რომ შენ კარგად ექცევი კანონს დაუმორჩილებელ ხალხს, უფრო კარგად ვიდრე კანონმორჩილ ადამიანს რა. და იმას უბიგძგებ რომ ხვალ გახდეს დაუმორჩილებელ. ხო, მოკლედ ეს კითხვები გაგზავნილი გვაქვს ჩვენ გვაინტერესებს. ხო, ნახოთ საინტერესოა ძალიან. კი, აი შენც ფიქრობდა თო რომ ბევრი არ უნდა იყოს ის ხალხი, ვისაც გადახდილი აქვს ეგ ჯარიმა, ანუ თანხმობრივად. ნუ ალბათ პროპორციულად ცოტა იქნება ვიდრე ის ვისაც პატიობენ რა და ამ შემთხვევაში ვინაიდან თბილისის მერიას თავისი ბიუჯეტი აქვს და რაღაცა შენ წინადადება იქნება რომ ხალხს დაუბრუნდეს. ცხადია, აუცილებლად. მე ამათ წინადადება, არათუ წინადადება, არამედ მე ყველანაირად ვეცდები რომ ეს თუ ესეთი აქტი არის მიღებული, ის გავრცელდეს ყველაზე კანონმორჩილზეც და კანონდაუმორჩილებელზეც რა. ეს იქნება სწორი. ეს იქნება სწორი ყველანაირად. ნახოთ თუ გამოყვება, იმიტომ რომ თბილისის მერიისთვის ის თანხა არ მგონია დიდი იყოს საუბარი, იქნება შეიძლება მილიონ ლარზეც არ იყოს საუბარი რა, ბევრად ნაკლებზე. ხო, ეს 1.700.000, ანუ შეიძლება იქ ნახევარ მილიონიც არ იყოს, არ ვიცი ახლა და არ არის ამ პროფიციტორი ბიუჯეტი გვაქვს მაგის ფული და ასე ვთქვათ შევაწუხებთ მერიას რომ აღასრულოს სამართლიანი გადაწყვეტილება. მოკლედ მერიას ექნება შანსი რომ აღმოჩნდეს უფრო კაი ასე ვთქვათ კარგი სახელმწიფო ორგანო ვიდრე ცენტრალური მთავრობა. ხო, ხო, ცენტრალური მთავრობა ესეშვება ხოლმე ჯარიმებს. ჩვენ თბილისი მიცოთ მაგალითს ვთქვათ ქვეყანას. ხო, რომ ფული უნდა დაბრუნდეს რა, ვიმეს თუ პატიობ მე ბიუჯეტი არ გავარჩიოთ ადამიანები და მით უფრო რაღაც სულელი იმით გარჩევოთ, კანონმორჩილობით ადამიანების გარჩევა როგორ შეიძლება. არა, ხო, რა თქმა უნდა, მოკლედ მაინტერესებს მეც და ხალხო რა თქმა უნდა, რომ თქვენ ამ საკითხს არ გამოგაპარებთ. შემდეგ გადაცემაში ეს თუ გარკვეული იქნება, პასუხები იქნება მოსული და ასე შემდეგ. გეტყვით იმ ხალხს. ეს 26-ია, ხო, განხილვა მაგის. კი. კი, თვის ბოლოს არის კომისიებში ჯერ და მე უკვე იმაზე გადის. და ნახოთ, მოკლედ. ეგ მოინიშნა ჩვენთანაც იქნება აუცილებლად საფინანსო ეკონომიკის კომისიაში და სატრანსპორტო კომისიებში გავაგზავნე კითხვები და ნახოთ მოკლედ რას მოგწერენ რა. ნახოთ ანუ არ უნდა იყოს ბევრი ფული რა წესით არ უნდა არ ვიცი რატო შვებიან ამას არ ვიცი თავისვენ ხო არა თავისთვის არ იქნება კაი რომ ხალხს ფული რომ ისცენ რაღაც მე თვითონ ამ წლის ბიუჯეტში ჩვენ ჯარიმები 5 მილიონით მეტია ჩვენ რა მუნიციპალიტეტს 5 მილიონით მეტი აქვს დაგეგმილი ჯარიმების ამოღება ვიდრე იყო შარშან და ანუ 5 მილიონით მეტი გვაქვს ფული და ანუ დასაბრუნებელიც მეტია. ხო. კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა შევეხოთ, არის ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ დადგენილება აქვს თბილისს. ხალხს მაყურებელს რო ორი სიტყვით უთხრათ, ქონების გადასახადი ეს არის ადგილობრივი გადასახადი და არა ცენტრალური და ფიზიკური პირის საშემოსავლოს გარდა, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გარდა დანარჩენების ასე ვთქვათ, გაუქმების უფლება აქვს თბილისის მერიას. საგადასახადო კოდექსი ამბობს, რომ მაგალითად კომპანიებისთვის ქონების გადასახადი უნდა იყოს არა უმეტეს 1%-ისა, საუბარია ძირითად საშუალებებზე, ანუ შენობა, მანქანა, ლეპტოპი, რაღაც დანადგარი, დივანი და ასე შემდეგ. მოკლედ მაქსიმუმ 1%, რაც ნიშნავს, რომ მერია შეუძლია, რომ იმ ერთის ნაცვლად ჩაწეროს 0. და იდეაში 0%, ანუ 0.001. ხო, და ესენი რა შვებიან, რომ ვითომ კერძო კომპანია რომ არის TTC, ანუ თბილისის სატრანსპორტო კომპანია, მათ ეს ქონების გადასახადი იქნება. კერძო როდისა? არა, ვითომ კერძო. იმიტომ რომ ანუ შპს აქვს იმაში, რა ქვია, სამართლის ფორმატ უწერია შპს რა. ხო, და ანუ 0.001% ექნებათ მათ ეს შეღავათი 2028 წლის 1 იანვრამდე გაიხანგრძლივეს და ყველა დანარჩენი, ანუ მართლა კერძო კომპანიებისთვის ეს იქნება 1%, ანუ
რავი 100 ჯერ უფრო მეტი რა მეჯერ და ხო, მაგაში არ არის საქმე რა, არის ეხლა სახელმწიფო კომპანია და რაც დაუწესებ გადასახადს, ნუ ესეთი თემა, ერთი ჯიბიდან მეორე შედება, დიდი ბედენ არ არის, მაგრამ ზოგადად ქონების გადასახადთან მიდგომა საერთო შესასვლელი, ანუ სახელმწიფოს დონეზე ეს ფიზიკურ პირებსაც ეხება და იურიდიულ პირებს, იმიტომ ქონების გადასახადის არსება, ანუ შინაარსი ალბათ ის უნდა იყოს, რომ შენ რო ფლობ ქონებას, შენ ამ ქალაქში ფლობ ქონებას, შენ სარგებლობ რაღაცა ინფრასტრუქტურით ამ ქონებასთან მიმართებაში. ეს იქნება გზა, იქნება გარეგანათება, იქნება თუ რაღაც სერვისები გაქვს და ამ სერვისების სარგებლობისთვის შენ იხდი ფულს რა. ნუ ცხადია ხო თუ ბევრი ქონება გაქვს, მეტი ინფრასტრუქტურა გჭირდება, თქვა მისასვლელი ეს. შეიძლება რაღაცა გაამართლო ამ გადასახადის არსი, მაგრამ ეს რომ მართლა ამაზე იყოს მიბმული, მაშინ ეს არ შეიძლება იდეაში იყოს ფიქსირებული. იმიტომ რომ თუ ქალაქი ვითარდება და ეს ქონება უფრო მეტი და ხედავთ რომ უფრო მეტი შენდება, მაშინ გამოდის რომ ეს გადასახადი თუ ის ფიქსირებულია თითოეულ სუბიექტზე და რაღაც მიბმული არის კონკრეტულ ქონებაზე, სულ იზრდება. ანუ მეტი გამოდის რომ უფრო მეტი სერვისის შესაძლებლობა უნდა გაუჩნდეს მერიას რომ ამ ხალხს მიაწოდოს. ან თუ ეს არ ხდება, მაშინ ეს გადასახადი რატოა სუფიქსირებული კაცო? თუ იგივე საკეთებ, რაც გუში მიკეთებდი, მაშინ რავი, ნაკლები გადამახტევინე, იმიტომ რომ ჩემს გარდა აგი ავტოც იხდის. ეხლა ამ გადასახადს გაჩნდა ავტომატს ააშენა შენობა ჩემ გვერდით, ისიც იხდის და მოდი მაშინ გაგვიყავი, თუ არაფერი ხერი ამისგან მე არა მაქვს რა და ამიტომ აი შინაარსობრივად ხო, აი ამ გადასახადს თუ მივანიჭებთ რაღაც შინაარს ამ ქონების გადასახადს, მაშინ ის ბევრად სტრუქტურირებული უნდა იყოს, ვიდრე ეს დაძახილი 1% რა, იმიტომ რატო 1 მაშინ რამდენი 0.5 ან რატო 0.5 მაშინ რამდენი 0.1 თუ როგორ და ეგ ეხლა რა ის 0.01-ია ხო, ეგ ცალკე ის არის რა ქვია ამბავი. ნუ თავისი უბრალოდ ეს არის რომ ცოტა ანუ როგორი დამოკიდებული თუ ყურებენ თავისიანებს და სიტყვას ხუსიანებს. არა, ეგ უბრალოდ იქ რა არის, იცი, ზედმეტი ბუღალტერი ამოიღეს რა, ანუ საბოლოო ჯამში ის ფული ხო ისევ იქ მოხდებოდა და მე ისე შეატრიალებდნენ, მიცემდნენ იმას. არაფერი არ იცვლება ავტომატიდან დებეტ კრედიტის დონეზე, მაგრამ 2028 წლამდე შინაარსია სულ პრობლემა, ეს გადასახადი 2000 ანუ ეს დადგენილება 2014 წლიდან არ შეცვლილა 1%-ია და იმათვისაც და ასე ვთქვათ და მოკლედ მუნიციპალიტეტს აქვს ბერკეტი რომ თვითონ არეგულიროს ეს ასევე მიწაზე თუნდაც შეგვიძლია ეს ვთქვათ და უთხრათ რომ რა ვიცი მოდი რაღაც ხო შეიძლება ერთი გადასახადი ამ ქვეყანაში შემცირდეს. აი ეს 1% რო გახდეს 0.1 მაგალითად. შეიძლება 0.1 არ იყოს დღეს, მაგრამ იყოს 0.7 იყოს. წავიდეთ ამ გზით. შევიტანოთ ესეთი გამოიჩინოთ ინიციატივა. კი, მაგის მოკლედ უფლებამოსილება საკრებულოს აქვს და კიდე აქვს მიწაზე ქონების გადასახადის შემცირება მიწის გადასახადის რა, ნუ ეგეც უბრალოდ აი პროპორციულად რომ ხალხს გავაგებინოთ, მაგალითად ამ 1%-იანი გადასახადიდან, რომელსაც კომპანიები იხდიან ქონებაზე, თბილისის მერიას შარშან შევიდა 300 მილიონი ლარი და მიწაზე 20 მილიონი ლარი. ნუ თბილისია და ეხა მიწა ალბათ ცოტასა აქვს ესე რა, აი შენობა მანაც იგივეა. იმდენად ალბათ იმდენად უსამართლოდ ხდება ეს დაბეგვრის აღსრულება, მათ შორის ეხა მიწის გადახება ვინ აკეთებს რა ყოველწლიურად ამ მიწების გადაფასებას რა რისი 1%-ზე ლაპარაკი, რისი 0%-ზე ლაპარაკი. ნუ ეს ხო მიწის ღირებულება ხო სუიზდება ესე რომ შეხედო. ნუ მიწის ღირებულებაზე გულისხმობენ მის ასე ვთქვათ არ მიწის ღირებულებაზე პროცენტით არ ითვლება, იქ ფართობით ითვლება რა, საკარმი დამოზე თუ არის კვადრატულ მეტრზე, ჰექტარზე გააჩნია სასოფლო-სამეურნეო. მაგრამ ქონებაზე ითვლება. ქონებაზე უბრალოდ შეხედება ხდება კომპანიის შემთხვევაში ეს 1% ითვლება საბალანსო ღირებულებიდან, ანუ იქ რო შენ ცვეთას აწერ ამ იმას რა, შენ ზირთად საშუალებას წესით ეს გიკლებს ქონების გადასახადს რა. კი, მაგრამ უყურავს ხარ ამას გეუბნები. შენ ბალანსი რო გაქვს და ბალანსზე გიზის, რა ვიცი, შენობა. კი. რომელიც 5 წლის წინ ღირდა $1000 და დღეს ღირს ყოველწლიურად შეიძლება $3000. ეხლა შენ ხო ამას ყოველწლიურად აფასებას არ აკეთებ? არა, ყოველ წელს არა. ხო და რეალურად მის ღირებულება გაიზარდა. გამოდის რომ რავი, რამდენი გაიზარდა, სულ უნდა გზარდო ეს გადასახადი, რატო?
ამიტომ არის აი ეს ფიქსირება, მაგას ვიძახი, ეს 1% ფიქსირებული გადასახადი სულელია. კიდე ერთი და უფრო ისეთი ვარიანტი ის არის, რომ ერთია რომ შენ რაღაც ეკონომიკური აქტივობა მოხდა და შენ აქტივს ფასი გაეზარდა, მაგრამ მეორე არის რომ ინფლაცია შენ სულ არაფერი არ აკეთო, ინფლაცია გიზრდის შენი ქონების ღირებულებას ისე ნომინალში რა და გიზრდის გადასახადის რაოდენობა. ხო და რა საიდანაც უნდა შეხედო, რა კუდიც არ უნდა მოაბა, არასწორი დაბეგვრის მექანიზმია რა, მოდი ესე ვთქვათ რა, ის არ ასახავს ერთი ხივის არ ასახავს იმას, რომ ამ ქონების გადასახადს რისთვის ვიხდი, ამ ქონების გადასახადს რა სერვისები მაქვს, ანუ რისთვის ვიხდი და რას ვღებულობ და მეორე კუთხით კიდე, რა ვიცი, ეს ხო ცხადია, რომ რა ვიცი, ზოგი ალთას იხდის, ზოგი ბალთას იხდის და რეალურ საბაზრო ღირებულებასთან არც ერთი არ იქნება მიახლოებით, კიდე საბალანსო ღირებულება იქ. განსხვავებულად განსხვავებული იქნება ერთს და მეორეს თუნდაც რა ვიცი, მეზობლებს. ისე ხო მაინტერესებს თვითონ ქართულ სემესტრებს რა რეაქცია იქნება თამის შეთავაზებაზე რომ უთხრა აი ერთის ნაცვლად 0.9 ხო არ ყოფილიყო მაგრამ ასე ქალაქს ხო უნდა განვითარება არის რა პასუხი გექნება ქალაქს ხო უნდა განვითარება აბა ესე თქვენ რო გისმინოთ თქვენ გადასახადებს აუქმებთ აბა მაშინ როგორ გავაკეთოთ ამ ეს ასაკეთო საქმე ჩაული ვერ გიპასუხებენ თუ პრინციპში იგივე რასაც პარლამენტში ხო, თავარი ეს არის, თავარი კი ის არის, რომ აი როგორ მოძრავთ, ეს საითკენ მოძრავთ, რა გვინდა, როგორი ქალაქი გვინდა თბილისი. რა ვიცი, როგორი ქალაქად გვინდა ვაქციოთ, რომ ბიზნესისთვის იყოს საინტერესო, ბევრს მოვაქცევინოთ ყურადღება ამ ქალაქზე, რომ გაკეთოს ბიზნესი, თუ რა ვიცი, ჩავიკეთო და სუზარდოთ გადასახადები და რაღაც დავბეგროთ და ხო, იდეაში აი ბიზნესისთვის ქონების გადასახადის შემცირება იქნება სტიმული, რომ აი აქ გააკეთოს სიტყვაზე რა. ქარხანა, განსაკუთრებით ისეთ ბიზნესებს ეხება, რომელსაც ბევრი ძირითადი საშუალება აქვს. მაგაზეც სალაპარაკოა რა, ავთო, მაგაზეც სალაპარაკოა. როგორი ქალაქი გინდა? ვაფშე გინდა რომ ქარხანა იყოს? თუ არ გინდა? ეგეც ხო კითხვა, არა, ხო დასალაპარაკებელი ვარ. იქნება ადმინისტრაციული უნდა იყოს და თქვა ქარხნები საერთოდ უნდა იყოს ქალაქში ქარხნები და შემოგარებაში ხო. ამიტომ აი ეს ყველაფერი ხო, ეს ამაზეა სამშობლო. აი 50 კაცი ამაზე უნდა ფიქრობდეს გესმის და არა იმაზე 2 კვადრატული მეტრი. იჯარით გასცემა. უნდა ფიქრობდე როგორი ქალაქი გვინდა. რა ფუნქცია, რა როლი უნდა შევასრულოთ ქვეყანაში, რეგიონში, ჩვენ რო ვიძახდით ფინანსური ცენტრი, ხო, აი რა ვიცი, ეს ხო სხვა მიმართულებით წაგიყვანს ვაფშე. ხო და ამის სანაცვლოდ რა ვიცი, არ მჯერა. ამაზე ვაფშე არ ვიცი, ჯერ რა ვიცი. მიმჯელებ თუ არა ეგეც არ ვიცი. ნუ იდეაში ამაზე კი პასუხებია რომ როცა ჩვენ მივიღეთ გეგმა ქალაქის რა, მანდი იყო ის გათვალისწინებული. ესე სულელია იმ გეგმაში შეხომოსე ხარ ამ ცვლილებებში. მე რაც დავინახე ამ ძალიან ცოტა დროის განმავლობაში გვაქვს კანონი მეგობრებო რომელიც სულ იცვლება, წარამარა იცვლება, ანუ რაღაც გეგმა არის ქალაქის რო სიტყვაზე აქ ეს ზონა, აქ ის ზონა, აქ ეს ზონა და მე ყოველ ჯერზე ვინცაც რამის ისეთის აშენება მოუნდება, რაც იმ ზონაში არ არის გათვალისწინებული, რაღაცას იზავს, რომ იმ ზონას შეუცვლის სტატუსი. მე ვიღაცას შეუცვალეთ ზონა, ის კომპენსაციას ითხოვს, იმიტომ რომ გავუარესტა მისი მიწის მდგომარეობა და არესტელი. ხო, რა მოკლედ ანუ ამ კანონში წესზე მეტი გამონაკლისია მოკლედ რა, ანუ რო ვთქვათ რა. მე კიდე ზონები არის, გადაყვანები არის რა, სამი წარმოზონე რომ საცხოვრებელში გადაიღო, ფულია გადასახდელი ისა ეს ამ დროს რა ვიცი მე თუ გინდა რომ ქალაქში წარმეოდა საცხოვრებელი თუ გინდა რომ ეს საცხოვრებელი იყოს უფრო მეტად, ხო, რატომ უნდა გადაახტევინო ფული პირიქით, შენ თქვი რომ მოდი მე შეგიცვლე ახლა ამ საცხოვრებელს, ამ პირიქით თუ გინდა თუ მივიჯერებთ რომ მოდი რა ლილო იყოს ლილოში არ იყოს საცხოვრებელი ვაფშე კორპუსზე იყო ქარხნები. სო იქ მივცე რა გავალაითო ყველაფერი ნებართვები ქარხნებზე ისა ვაფშე კოეფიციენტი გადაყვანა გადმოყვანა ვაფშე არაფრის პრობლემა არა. აქეთ ვაკეში არაფერი არ დამანახოთ, იქ არაფერი მარტო ადმინისტრაციული შენობები, არაფერი სხვა ისა ეს. ხო და ამაზე უნდა დალაგდე რა და რა ვიცი სად მე აფერი არც ყურშიც კი არ მოხვედრია ამაზე რა შეიძლება და ნახოთ. წინა გვაგდრო. აუ დავაკვირდეთ. კიდევ საკითხის ახალს მისას მინდა ეს არის სოციალური დახმარებების პროგრამა. მერიას აქვს თავისი სოციალური დახმარებების გასცემს ცენტრალური ბიუჯეტის. ხო სოციალური სახელმწიფო. კი. და უბრალოდ აი თავის ჭკუით როგორც ცდილობენ რომ დაასტიმულირონ, არ ვიცი ვინ სტიმულირდება ესე რომ უფრო მეტი შვილი ასე ვთქვათ გააჩინონ რა. საუბარი არის მაგალითად სოციალურ დაუცველ ოჯახში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება არის 500 ლარი.
უკვე ხო ბავშვის გაჩენა მომუნდა სოციალურად დაუცველ ოჯახს რა. მეორე ბავშვის 500 ლარი იქნება, მესამე ბავშვზე, ოღონდ საუბარი ერთჯერადად. ერთხელ ხდიან, მესამე ახალშობილზე 800 ლარი, მეოთხე ახალშობილზე 1000 ლარი და მეხუთეან შემდეგ 1500 ლარი. ეს მხოლოდ სოციალურ დაუცველებზე ვრცელდება. სოციალურ დაუცველ ოჯახებზე ვრცელდება რა. ანუ აი ეს რა კომენტარს გააკეთებდი ამაზე, ან საერთოდ აი ვინ შეიძლება დაასტიმულირონ ამით ან ზოგადად რატო უნდა უხადოთ ჩვენ ფული ვიღაც ანუ სხვისი ბავშვი რატო უნდა გაუზარდო მარტივად შენი გაგმან ჯერ შენი საფიქრალი გაქარა სადაც შენი გეყოლება სხვაზე უნდა იფიქრო კი ბატონო ხო ეგ ხო აი როგორ გითხრა აი რა წესრიგი აი რამდენჯერ გვილაპარაკია რომ აი ხო რაღაც თემები არ გაგვირჩევია და არ ყოფილა საზოგადოებრივად აი ესეთი აქტიურად განხილვის საგანი აი წარმოიდგინეთ ჩვენ ლაპარაკობთ სოციალურად დაუცველი ოჯახის მხარდაჭერაზე, რომელსაც 100,000 დაბლა ითვლება ეგ ოჯახი. და რომელსაც ყავს სიტყვაზე 4 შვილი და უნდა გააჩინოს მეხუთე შვილი. რა საზოგადოება ვართ ესეთი და რა სტიმულებს ვქნით ესეც, რომ სოციალურად დაუცველი 4 შვილიანი ოჯახი ფიქრობს მეხუთე ბავშვზე. რატო? ხო, მე ერთხელ გროგს დავუსვი ესეთი კითხვა რა, ხელოვნური ინტერესო. რითი არიან დაცული ის ადამიანები, ვინც არ არიან სოციალურად დაუცველები მეთქი. ხო და გროგმა მითხრა კონსტიტუციით. ხო და გროგის შეყვანილია შეცდომაში. ხო და აი დედა მამა, ხო პასუხისგებელი თავიანთ შვილებზე. ну შეიძლება თავიდან ხო ოჯახს რო ხნი, ცხადია რომ შენ არ ფიქრობ რომ რაღაც გაგიჭირდება და მოსულა რომ გაგიჭირდნენ რაღაცა მოხდა შენ ცხოვრებაში და რაღაცა შეიცვალა შენი სოციალური სტატუსი ისა და გაგიჭირდა. მაგრამ ესეთ ვითარებაში როცა 3-4 ბავშვი ყავს, სოციალურად დაუცველი და გაგიჭირდა, მეხუთე ბავშვს რო აჩენ. რა არის ის ანუ აი რა სტიმული შევქმნით საზოგადოებამ ესეთი რომ შობლემა ესეთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღეს და აღასრულეს. ან ვინ არიან ისინი? რა საზოგადოების, რა მსოფლმხედველობის ადამიანები არიან? და თუ რამე მესიჯი გავაგზავნეთ ჩვენ ისეთი, რომ რამდენიც გინდა გააჩინე ჩვენ საზოგადოება ამას ვიხდით. კაცო, თუ ამას ვაკეთებთ, მოდი ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ რა. არის ხალხი, ვინც მზადთაი რა გააჩინონ ბავშვი. და მოდი საზოგადოება შევთანხმდეთ, რომ რა ვიცი, ესეთ ხალხს მივხვდეთ, თუნდაც ესე კი არა ვალის მოხდის მიზნით კი არა 50 ლარი. წადი არჩინე 50 ლარი ბავშვი. ეს რა დახმარება? ეს ხო არის რაღაც ცინიკური ვალის მოხდა. ნუ ერთჯერად 1500 ლარი გადახდა იმ რა ერთი კვირის. არაფერს მშობიარობა ღირს 2500. არაგაც მშობიარობა ღირს 1000 ლარი და ისა. რას ლაპარაკობ? თუ სოციალურ დაუცველზეა ლაპარაკი, ხო იმას თავის ისაკ. ხო და მოდი რა დავილაპარაკოთ ამაზე. ადამიანებს რაღაცა არასწორი მესიჯები არ გაუგზავნოთ, რომ მე ცხოვრებაში მათ არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღონ და მე ძნელია და მძიმეა საყურებლად იმ ადამიანების ყოფა, რომელთაც ყავთ ბევრი ბავშვი და როგორ არიან ზოგი საცხოვრობს და ზოგი საცხოვრობს და მე ჩვენ ასე ვთქვათ კისერზე გვედება ამ ხელა სოციალური ვალდებულება და მოდი რა დავფიქრდეთ და სწორი მესიჯები გავაგზავნოთ საზოგადოებამ, ჩვენივე საზოგადოებაში. ადამიანები სწორად მოიქცნენ და ბავშვები სხვის ხარჯზე კი არ აჩინონ, სხვის იმედად კი არ აჩინონ. რაღაც ავამაღლოთ მათი პასუხისგებლობა. ავამაღლოთ მათი, რა ვიცი, მსოფლმხედველობა და რაღაცნაირად სწორი მესიჯები და სტიმულები გაუშვათ, რომ ესეთი რამე არ აკეთონ უბრალოდ. არა, სწორი პირველ რიგში მათი ბავშვების მიმართ. კაცო, ისინი ხო მშობლები არიან, დედმამა არიან. ხო რა ცუდ პირობებში ვის უნდა რომ ისი შვილი იზრდება. მაგრამ რა არიცი, აი ის რომ სახელმწიფო სკოლა, უფასოდ იქით რაღაცა ბაღი უფასო, ეხლა უნივერსიტეტშიც, რა ვიცი, თუ არ დამჭირდა გადახდა, გაიზრდება ბავშვი, რაღაცა იქნება და აი ეს გავრცელებული ის არის, ხო იცი, რა ვიცი, ქვაფს რო ხარშავო, სუფსო, რა ვიცი, 4 ბავშვს აჭრათ უხუცო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა და რა ვიცი, ესე მოქმედებთ 21 საუკუნეში ესეთი ანუ ოკეი ვართ ამაზე რომ აი ეს იყოს განსაზღვრელი იმისა რომ რა ვიცი ოჯახი რამდენი ბავშვი იყოლიებს და
რაღაცნაირად მეტად დავფიქრეთ და დავფიქრეთ კი რომ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ გესმის უნდა ვილაპარაკოთ საზოგადოება ჩამოყალიბოთ იმიტომ რომ ვიღაცები ფიქრობენ რომ რაღაც აი ფიქრობენ კი არა კაცო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ვდგევართ აი ჩვენი კოლეგები ხო გამოდიან აი ეს ახალგაზრდა ბიჭი განსაკუთრებით რა ქვია იმას ქარდავა გიორგი ქარდავა პატრიოტ ალიანსი იყო და კონსერვატორი გიორგი ქარდავა არის ერთი ისახავ წარმოადგენელი საკრებულოში და რაღაც სულ აი ამ მესიჯით გამოდის რომ ჩვენ დემოგრაფია ესა ვერ ამდენი ადამიანი იხოცება ამდენი იბადება და უკან მივდივართ რა ну შეიძლება ესეც სამსჯელოა რა რომ მოდი ეს გადავწყვეტო თუ ამას გადავწყვეტო მე შევჯერდები საზოგადოება მაგაზე რომ რა ჩვენს მნიშვნელოვანია რომ რა ვიცი გაჩეს ბევრი ბავშვი და ну ვიღაცებს არ უნდათ ვიღაცებს უნდა და მოდი ვისაც ეს უნდა რაღაცა მოვიფიქროთ როგორი მოვდა ესე კი არა ეს ხო ეს არ არის არც მართლა დახმარება არ ქვია ამას არც რაღაც არ ქვია ესე ვალის მოხდა თითქოს მოფწიჭკესო რა ხო მოფწი აი სოციალური პროექტი ხო ჩავსვით რა ბავშვებს მივეცით ხო დაახლოებით 2 მილიარდში შეიძლება იგი იყოს აი 1-5 მილიონი ალბათ არა უმეტეს მაგისა რა საბოლოო ჯამში ლაპარაკია დედაქალაქზე თბილისზე და წარმოგიდგენია ხა ჭიათურა ხო მაგის საშუალებას ვერ მიცემს თავის თავს რომ იგივე დახმარება ესეც არ იქნება ამიტომ სხვანაირად უნდა შევხედოთ ამას ეს თბილისი გამორჩეული კი არ უნდა იყოს არამედ პრობლემატიკა უნდა იყოს გარჩეული საზოგადოება შეთანხმდეს რაღაცას და მე იმოქმედოს ისე რაც შეთანხმდება ეს იქნება სწორი გამოსავალი და ეს ახლა არა ის ჯერადი და შეიძლება თქვი ანუ არის კიდე მრავალშვილიან სოციალურ დაუცველებისთვის რომელსაც 70000-ზე პატარა ქულა აქვს და 3 შვილი ყავთ ან 3-ზე მეტი მესამე მეოთხე და ასე შემდეგ შვილებზე სანამ ის ბავშვები 18-ის გახდებიან თვეში 50 ლარს უხდიან კიდე აი შეიძლება თქვი ყოველთვიური 50 ლარი თითო ბავშვზე ხო გესმის თვეში 50 რავი აი ეგეც ხო არ გადის აი ვალის მოხდის კატეგორიიდან ხო არ გადის არა არა არანაირად არა იმიტომ რომ რა ვიცი მაკდონალდში თვეში ერთხელ რომ წაიყვანო ის სამი ბავშვი ეგ არის რა ანუ რა ვიცი დახარჯო მაგას თვეში ერთხელ მაკდონალდში ისიც რავი 2 წლის მერე შეიძლება ვიღაც მაკდონალდში ვეღარ წაიყვანო მაგრამ ახლა პირიქით ჩვენ დეფლაციის მოლოდინში ო არ ვიცი და ხო კიდე ერთი ისე რომ ვინც 100 წელს მიაღწევს თბილისის მერე 10000 ლარს აძლევს სიმბოლური აქტია და ოკეი მივცეთ არ მგონია რომ ამითი ახლა არც ბიუჯეტი დაიქცევა და არც 100 წლამდე მივახცევთ მაგის გამო. ვიღაცამ ეს წაიკითხა და 100 წელს ხარ მეცოცხლა. 1-20 წელიც ხარ მეცოცხლა. ხო, ეგ არ არის სტიმულატორი. ცალსახად არ არის სტიმულატორი. ნუ სტიმულატორი. სიცოცხლე ხალხის რაც უნდა ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ჩემი აზრით. და ხო კიდევ ერთი აი დანგრეული სახლი ცხოვრებთა კომპენსაციის მიღების წესი უნდათ დადგენილება. მე როგორც გითხარი ეს არის ასე ვთქვათ იმ ადამიანებს, ვისაც დანგრეული საცხოვრებელი აქვთ და დაინგრათ. ეს იქნება სტიქიური უბედურების გამო თუ ეს იქნება, ნუ, სახლი დაინგრა. შეუძლიათ რომ მიმართონ საკუთარ გამგეობებს და მოითხოვონ კომპენსაცია. ეს არის ყოველთვიურ, ეს არ არის სახლის საფასური, ეს არის როგორც მე მივხვდი ქირის საფასური. და 500 ლარის ფარგლებში თვითონ გამგეობა შეუძლია რომ დააკმაყოფილოს ეს ასე ვთქვათ მაცხოვრებელი ქირის ფულით და თუ 500 ლარზე მეტის გადახდა უნდა და 500 ლარზე მეტი ითხოვს, მაშინ უკვე გამგეობას, ან მაგალითად ვაკის გამგეობას პლუს თბილისის მერია ჩაერთვება ამაში და მოკლედ ერთად განსაზღვრავენ ამ კომპენსაციას. ესე ცოტა უსამართლოც არის, იმიტომ რომ ესე იგი სხვას ჩვენ ქირა უნდა უხადოთ, მოკლედ ეგრე გამოდის 500 ლარიანი საუბაროს 500 ლარიან იმაზე დახმარებაზე, დანგრეულს, ვისაც დანგრეული სახლი აქვს, თვეში 500 ლარს უხდიან. ნუ თუ 500 ლარამდე იქნება მარტო გამგეობას აქვს უფლება, მაგალითად ისნის გამგეობას რომ გადაწყვიტოს ეს ამბავი, მაგრამ თუ ადამიანი ითხოვს 500 პლუს ლარს ქირისთვის, მაგალითად 700 ლარს, მაშინ ისნის გამგეობა პლუს თბილისის მერიის ცენტრალური ასე ვთქვათ მთავრობა ერთად უნდა დაეხმარონ ამ ადამიანს და დაადგინონ მოკლედ რამდენი ჭირდება რა თვითონ განუსაზღვრონ ბინის ქირის ფული და უხადონ ყოველთვიურად მანამ სანამ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება, ანუ ამ ადამიანს სახლი არ ექნება, ან არ გარდაიცვლება ეს ადამიანი, ან თვითონ არ იტყვის უარს მოკლედ რა, მანამდე უხდიან და უხდიან.
და ძალიან ისეთია რა და აქ მე სხვა სტიმულები ჩდება რა აქ დადგენილებას წავკითხე რომ აკრძალულა ოჯახების დაყოფა ორ ოჯახად რომ ორმა მიიღოს ეს 500 ლარი ნაცვლად ერთი ოჯახისა და მოკლედ ეგეთ რაღაცებზე ანუ რა სტიმულებს აჩენს ახლა ეს სიტყვაზე დახმარების მიღება რომ ადამიანს შეუძლია ოჯახები დაყოს რა და აიღოს ორი ქირა ნაცვლად ერთისა. ხო, აქაც ისეთია ვიღაცა სახლი დაინგრა და მოკლედ ჩვენ ფული უნდა გადაუხადოთ რა ამ ქირა. აი მანდაც ფუნდამენტური პრობლემა ხო ისაა რომ რავი ბოლომდე საკუთრების არც შინაარსი არც ფორმა არც ადამიანებს არ გათვითცნობიერებული და ნუ ხშირად სახელმწიფო ბევრად დიდ ტვირთს იღებს თავის თავზე ვიდრე მას ეს ან ზავით ან შეუძლია ან უნდა აიღოს კიდევაც რა ეხლა შეიძლება ადამიანებს რომ საზოგადოება ჩვენ ხო ანუ მუნიციპალიტეტი ეს არის ორგანიზაცია რომელიც საზოგადოებისთვის არსებობს და რომ ჩვენ შევთანხმდით რომ ასეთ რაღაც უნდა იარსებოს და რაღაც საჭიროებები საერთო საჭიროებები დააკმაყოფილოს რა ხო და მას სწორი დავალებები უნდა მიეცეს და იქ არ უნდა შევიდეს სადაც შესვლა მის საქმე საერთოდ არ არის რა მაგრამ ნუ სამწუხაროდ ესე არის რომ იმდენ რამეში ერევა სახელმწიფო რომ ბუნებრივად მისკენ მიდის ისრები ბევრი ისეთ პრობლემაზე რომელიც მის პრობლემას საერთოდ არ უნდა იყოს რა რაც შეეხება ახლა დაანგრეული სახლებს შეიძლება ხო მაგას ვიძახდი რომ შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთი სტიქი ან რაღაცა რომ უცებ რაღაც დაემართოთ ადამიანს ცხადია უნდა მიუხედოთ ეს ადამიანებს და მაგისთვის ბევრი ანუ ტექნოლოგია არსებობს რა შეიძლება კონდეს მუნიციპალიტეტს რაღაც სპეციალური ესეთი არჯენტ შემთხვევებისთვის საბინაო ფონდი რომელშიც უცებ გადაანაწილებს თქვა სტიქის შედეგად დაზარებულ ადამიანებს რაღაცა პერიოდით რა სანამ იმ საკუთრების ბედი არ გადაწყდება რომელიც ასევე მარტივად და დროში მარტივად უნდა გადაწყდეს რომ მართლა იმ ადამიანების ყოფა მე არ დაედოს სხვა ადამიანებს კისერზე რა და ეს როგორ გადაწყდეს ნუ მარტივად ანუ იქ იმ დაანგრეულ სანგეზე რა უნდა გაკეთდეს როგორ უნდა გაკეთდეს ეს სწრაფი გადაწყვეტილებებით უნდა დაალაგდეს რომ იმ ადამიანებს იცოდეს რომ მისი ქონების აღდგენის ალტერნატიული ღირებულება ეს არის მე გამოჩნდეს ინვესტორი ან თვითონ მოძებნოს ინვესტორი ვინც ამას გააკეთებს და სადღაც აი მუნიციპალიტეტის უფლება მოვალეობები და ვალდებულებები უნდა ჩაიკეტოს და ამის იქით აღარ უნდა წავიდეს რა ხო და ეხლა ეს ხდება ხოლმე აი რა ვიცი ხანდახან მე ბევრი кейსი მსმენია რომ შეიძლება წლებით გრძელდება ეს ამავე ხალხი გასახლებულია წლებით უხდიან რაც ქირას რას ისულელეს როგორ შეიძლება იმ ადგილას ვერ ახალი ხო და ვერ წდება საკითხი კაცო აი ეს შენებას იქ არ შენდება არაფერი რა ვიცი ის მიწა ხო აქტივია იყოს ხო რაღაცა ღირებულება აქვს რა და რა ვიცი ხო და ვიღაცამ რა ხო არის კოეფიციენტს რო ყიდიან და ამ გეორგი სართულებს ამართები და აიღე და მიეცი ამ მიწის ხარჯზე სადღაც მიეცი სართულზე კოეფიციენტი ვიღაცა ვინც აჟემ დააჟემ ზედიცადო მიწის იმას ის თავის ბინა და всё ეს ამოიღეს შენ აქტივში რა უცებ მიიღეს გადაწყვეტილება დაამთავრო პრობლემა უნდა აღმოიფროს და მე ვალდებულებას ხო გადაინაწილებს ის ინვესტორი რომელიც დააკმაყოფილებს იმ კოეფიციენტის წყალობით დააკმაყოფილებს ამ დაზარალებებს იმ ქონებით და ამ დამთავრდება შენი უფლება მოვალეობა მან დამთავრდება და დროებით სარგებლობას მისცემ და მე გადააბარებ ინვესტორს ხო არა ისეთია რომ ანუ აქაც გეთანხმები კიდე აქაც აი ეს კიდე ერთი ბერკეტია ამ ქირის გადახდა შეუძლიათ შეუწყვიტონ რა იმიტომ რომ ყოველ 4 თვეში ერთხელ შემოწმებები და ის რომ რამდენად ეხა შენ სიტყვაზე ის ფარტი რა მართლა აუ ეგ ხო საერთოდ მკლავს ავთო აი ეგ მკლავს რომ აი ბიუროკრატიას მერე თავისი აი მძიმე გადაწყვეტილებების მერე კონტროლი მერე იმ იწება აი ბიუროკრატიის ზედნაშენი მეორე ბიუროკრატია რომელიც აი ამის ქცევას იკვლევს და აკონტროლებს და მერე იმას თავისი მაკონტროლებელი იმას თავისი მაკონტროლებელი და არის აი ესეთი შეკრული მანკიერი წრე ჯაჭვი და ამას იმ პოსტი დავდე რომ აი რაღაცა ბიუროკრატიას უმიდრეკილი ამ სიმსივნური უჯედების დარად გამრავლებისკენ და ეს უნდა ჩაკეტო რა ხო რა ანუ მით უმეტეს მინუს კონტროლის ბერკეტს აძლევ რა რაღაცას რო აძლევ ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაცა ხუცლით უკან გამოართვა რა მაგალითად ის რომ არასრული ინფორმაცია მოგაწოდა ან იმ ფარჩი აღარ ცხოვრობს სიტყვაზე და საერთოდ არ ჭირდებოდა მაგალითად ვიღაცას ორი სახლი აქვს ერთი დანგრეულია მეორეში თვითონ ცხოვრობს და ქირა საერთოდ არ ჭირდება სიტყვაზე რა და ანუ ეგეთი რაღაცეები და მე ეს მექანიზმია რომ ზეწოლა განახორციელო ადამიანზე რომ მაგალითად რაღაც მომენტში მიცემული უკან გამოართვა ის უკვე შენ დახმარება
თავაზეა შემჯდარი როგორც გახსოვთ ჩვენ საკრებულოში ბოდიში ახალი შესრულები რო ვიყავით, წერილი რო შემოვიდა ვიღაცა ტიპის შარტავაზე, საჩივარი იყო, ონის ოპოზიციონერი დეპუტატების სახელზე. ბინას აძლევდა. კი, ერთ-ერთი პირველი რაც გავხსენი რა ქვია წერილებიდან, ერთ-ერთი იყო საჩივარი მუქალაკის, რომელიც დაობდა იმაზე, რომ შარტავაზე ვიღაც ტიპსო, რომელსაც ორჯერ უკვე მიცეს სახლიო, კიდე მიცეს სახლიო, მერე კიდე მიცეს სახლიო და ნუ ესეთი რომ გამოიკვლიეთ რომ რაღაცა ესო კორუფცია ეს გესმის და ეგ სხვა შეიძლება მსმენია კიდე იმაზეც რა ქვია ტოლვილებზე რა რომ აი ხშირად ტოლვილებს ხო იმას აძლევენ რა ქვია საცხოვრებლად ფარს რა და რა ვიცი სულად ოჯახს მე ბავშვი გაუჩნდება იმას მიცემენ იმას მე ბიძაშვილი მამიდაშვილი და რა ვიცი ზოგ ოჯახს 5 ბინა აქვს უკვე მიღებული თბილისში და რაღაც кейსი იყო მახსოვს სადაც წავიკითხე რომ ამ ბინები კი აღარ ჭირდება და იმ ბინას მე აქირავებენ ანუ ტოლვის სტატუსის შედეგად მიღებული ბინები ანუ იმდენად ბევრი აქვს რომ აქირავებენ ცხოვრების ამბავი კი არა ცხადეს ვიღაც ამას იყენებს იქ ბიუროკრატია შური მური აქეთ იქით ვიღაცას მართლა იმ არის ტოლი რომელსაც დღემდე არ აქვს მიღებული ისა კომპენსაცია და ვიღაცას აქვს 5 ბინა აი ხალხში მე იმას შუღლსაც აღვივებს რა მე რომ ხედავ სამართლობა შრომობ და ბინას ვერ ყიდულობ და ვიღაცას აძლევენ სამს და აუცილებლად იასებებენ ის ტოლულები რომელსაც არაფერი არ გამოუთმევია სახელმწიფოსთვის თავისით მიაღწია და არც იხედება იქითკენ ესეთებიც არიან და რაღაცნაირად პასუხისგებლიანი საზოგადოება ესე იქცევა რა რომ ახლა რაღაცა გამოგლეჯვაზე და შენი იმით მდგომარეობით მანიპულირება კი არ მანიპულირებ და კი არ სპეკულირებ, არამედ რაღაცა ცდილობ რომ პირიქით კაცო სხვას არ დააწვე კისერზე და შენით გაკაფო გზა და შენით მიაღწიო რაღაცას ხო და ვიღაცის საერთოდ არ მინდა რა, არავის ნაჩუქარი არ მინდა, ჩემით რაღაცა მოხდა და შემემთხვა და მაგრამ მოვერევი რა. ხო, ეს ხო მორალურად ყველაზე გამართლებული პოზიციაა და აქ პირიქით ხალხი მოიტა ჩვენ ვიქირავე კიდე მინდა მომეცი კიდე უნდა მომცე, აბა მე სახლი დამენგრა. ჩემი ხო ცალკე ოჯახია და სახლი დამენგრა და მომხედე და აქეთ პრეტენზიებით არის გამიგე და ნუ აი ეს მაგრამ ეს შენა გაქვს მოწყობილი ეს შენა გაქვს ესე მოწყობილი გესმის აი საზოგადოება ესე მოძრაობს და იმიტომ მე ეს აწყდება ხდება თბილისის მასშტაბში კიდე მარტივად ჩანს რაღაცები რა აი ლუპით უყურებ რა კი ბატონო აი ეს არის დღესდღეობით ჩვენი გადაცემა მოდი დასასრულისკენ წავიყვანოთ მადლობა რომ ვიყურებდით და მეორე პარასკევს შეხვდებით, შემდეგს არა და შემდეგ პარასკევს. შენ სეზონის გახსნა გქონდა? ეს სეზონის გახსნა იყო, კი. პილოტსავ, წარმატებები ბატონო ავტო. მადლობა და ბევრი საინტერესო ამბავი, ბევრი საინტერესო თემების გარჩევა და. კი, მეც ველოდები, ბევრი რაღაცაზე პასუხები გვაქვს მოსასვლელი და ასე შემდეგ, განხილვებიც იქნება და რა თქმა უნდა, რომ საქმის ყურში გამყოფებთ და მე უკვე სხვა რაიონებიც, ასე ვთქვათ, სხვაგან სადაც ყავს საკრებულოს წევრების ვთქვათ, გამოვლენ არდადეგებიდან თბილისი იყო ყველაზე აქტიური ქალაქია და უკვე სხვებსაც ჩავრთავთ და მოკლედ გავიგებთ რეგიონებშიც რა ხდება. და გირჩევნებს გავახსენოთ, რომ მათ ყავთ თავიანთი ხალხი საკრებულოში. და შეუძლიათ ასევე მოგმართონ. ბატონო. ძალიან დიდი მადლობა და დროებით მეორე პარასკევამდე. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.